გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ეს ვიდეო უნდა ჩავწერო ცილების მიღებასთან დაკავშირებით ლაშქრობებზე. ვინაიდან აქტიურად ვარჯიშობ და ვარჯიშთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები და მიზნები მაქვს, ცილების მიღება ჩემ შემთხვევაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ლაშქრობებზე როდესაც მოვდივარ, ეს ზუგ ჩანთა წარმოიდგინეთ, კიდევ ერთი რო დავუმატო აქეთ, მთელი ჩემი საჭმელი რო ვატარო და დანამატები. ამიტომ ეგ შეუძლებელია ეგრე არავინ დადის ლაშქრობაზე და აი ადგილზეა შესანიშნავი სამეული. კრეატინს თუ გამოვაკლებთ ცილების შემთხვევაში ეს არაფერ შუაშია, ამაზე ცალკე გეტყვით. ბიფ პროტეინი, რომელიც 31 გრამ ცილას შეიცავს ერთ პორციაზე, ბიფ ამინო, რომელსაც მალე გაგაცნობთ, და ნუ კრეატინი, რომელსაც ბიფ პროტეინში ურევს სულ. ეს არის დილა საღამოს ჩემი ყოველდღიური განუყოფელი ნაწილი. ვიტამინ ფავერის არის სამივე. ბიფ ამინო რაშან დამიმატა ჩემს საკვებ დანამატების სიაში რამდენიმე კვირა. აი ესე გამოიყურება, ეს არის ტაბლეტები, რომელსაც ვიღებ დღეში 3 ჯერ საკვების მიღების შემდეგ, თითო კვების შემდეგ 10 ტაბლეტს. რაოდენობა უნდა განსაზღვროს თქვენმა პირადმა ტრენერმა, რომელმაც ზუსტად იცის რა გჭირდებათ და რა რაოდენობით. რაშან როგორც მითხრა, დღეში 3 ჯერ საკვების მიღების შემდეგ 10 ტაბლეტი, ანუ ჯამში გამოდის 30 ტაბლეტი. დასალევად არ არის მარტივი უცებ 10 ტაბლეტის დალევა, მაგრამ ძალიან მაგარი რაღაც არის ცილების სინთეზს, ხელს უწყობს, მოქმედებს ძალასა და ენერგიაზე და რა თქმა უნდა დამატებით აქედან იღებ ცილებს. ეს არის ბიფ ამინო, საქონლის ამინომჟავა, ტაბლეტების სახით.